რომ მიდიხარ ქუჩაში და 50 კაცი ჩასწხული ესე გიყურებს და გაყოლებს თვალს ბოლომდე ხა არ არის ასე ამონო ხო? და იცი რომ შეგიძლია ნებისმიერ დროს რაღაცა ვიღაცამ რაღაცა თქვას და უნდა მეც ამ ზადნებს ვერ ვაძლევდი ბავშვობაში და ეს იყო ტრაგედია. ჩემ უფროსი ვაჟი მყავს ეხლა 2 დღის წინ გახდა 14 წლის და ჯერ არ ქონია ეგეთი ჭუბის ამბავი და ყოველთვის მეშინია რომ წარმოვიდგენ ჩემი რეაქციის როგორ რეაქცია მექნება. მამას როგორ რეაქცია ქონა ხოლმე თქვენ ასეთ? აუ ერთხელ ისეთი ნაცემი მივედი სახში რომ ვერ მისნა რომ ვინ აღარო შემეკითხა. აი მაგის მეშინია აი და ეგეთი ბავშვობაში ბევრჯერ მივსულა ხან ვისახანეს, მაგრამ აი ეს ჭუბები სულ იყო და ხა მაშინდელი თბილისს და თან მე კიდე რაც უფრო მეც ჭუბობდი, მით უფრო ჯიუტდებოდა, მით უფრო მიდოდა ის უფრო მაგრა გამეკეთებინა, რის გამოც მე ჭუბნენ და მოკლედ იყო რა ეგეთი რაღაცები, მაგრამ ეხლა დღეს შეიცვალა ეს აღარ არის ესეთი პრობლემატური, აი როგორც გინდა რომ ისე იარო და რაც გინდა ის გააკეთო. ეს მეორე მხრივ კიდე მეორე ტრაგედია, იმიტომ რომ თუ ძველად მაგალითად მე იგივე ამ საყურეს გულისთვის, შორტების გულისთვის, თმების გულისთვის, აი ამდენი ჭუბი მიწევდა რაღაცა, მე ამის ფასად სხვანაირად ხდებოდა. დღეს ყველა შეუძლია გამოვიდეს $100 გადაიხადოს და რა პრიკიძეც უნდა იმ პრიკიძე გამოვა იქიდან და რას თარიც უნდა იმ სტარის სახეს მიიღებს და ხალხის საზოგადოება ტაშს უკრავს და ძველად ჩემ ჩაჭმულობას და გარეგნობაზე მილიცია ცალკე დამსდევდა, ძველი ბიჭები ცალკე დამსდევდნენ და აი მაგი იყო მამა ჩემი რის გამოც იყო ეგ თქვენი მხრიდან. იცი რა, ბევრს მოგზაურობდა, ხედავდი იქ როგორ ცხოვრობდნენ და როგორი ლაღი იყვნენ ის ჩემი ტიპები, ჩემი პაკალენის თაობის ადამიანები და მომწონდა რა და იმ ხალხს რო ვეცნობოდი, ხო ისინი ჩემთვის უფრო ახლოს იყვნენ და თბილისში ვინც მეგობრები მყავდა რა. თავისი გულახდილობით, უბრალოებით და მომეწონა ესა რომ ეს აი ეხა ჩვენი საზოგადოება ხო მაგრა გაიწმინდა ამ ბოლო წლებში. არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა 80-იან წლებში სულ პირფერობა იყო. 3-4 ადამიანი ცხოვრობდა ერთ ტიპში რა. იმან უნდა იცოდა ამასთან როგორ ელაპარაკა, იმასთან ან თავისას კი არ ლაპარაკობდა, რომ გადარჩენილიყო რა. და ეს თავისუფლება ეხლა უფრო მეტი არის ხარისხის თვალსაზრისით საზოგადოებაში ქართულში, ვიდრე 80-იან და 90-იან წლებში იყო საქართველოში.